დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მივესალმებ კიდევ ერთხელ მაყურებელს, თქვენ უყურებთ ბიზნეს პარტნიორ საქართველოს პირველ არხზე. დღეს ძალიან სენსიტიურს და მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბრო კიბერუსაფრთხოებაზე, მის როლზე და რა უნდა გავაკეთოთ ქვეყანაში საიმისოდ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი გავაძლიეროთ და ალბათ ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ ყველაზე მთავარი არის დავიწყოთ სწავლა და განათლება ამ მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან შემომერთება მაგდა მაღრაძე, მასთან ერთად ვისაუბრებ კიბერუსაფრთხოების კურსზე და იმ მნიშვნელობაზე ზუსტად რაზეც ახლა ვახსენე. დილამშვიდობისა, მადლობა ჩემთან ერთად რომ ხართ. დილამშვიდობის. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის კიბერუსაფრთხოება ზოგადად ბიზნესისთვის, სახელმწიფოსთვის, ანუ ეროვნულ დონეზე, სტრატეგიის დონეზე. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ თქვენი კურსით, რას მოიცავს თავის თავში, რამდენ ადამიანს გადაამზადებთ, ანუ ზოგადად პროგრამის შესახებ რო გითხრათ. მოგესალმებით ყველას. კიბერუსაფრთხოება, როგორც აღნიშნეთ, არის ძალიან აქტუალური საკითხი. დღეს სოფლიოში ორი ომი მიმდინარეობს და ყველა ვხედავთ, რამდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მონაცემები იყოს დაცული. მონაცემები თუ არ იქნა დაცული ვერც ბიზნესში, ვერც ინდუსტრიაში, ვერც სამთავრობო დონეზე და ვერც ერთ ორგანიზაციაში რეალურად ჩვენ წარმატებულები ვერ ვიქნებით და ამიტომ ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებას შევთავაზოთ სამი დონის, სხვადასხვა დონის კურსები, რომელიც სპეციალისტებს, როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალებს მისცემს საშუალებას კიბერუსაფრთხოების უნარები აიმაღლონ, ახალი განათლება მიიღონ. ეს არის ისეთი სექტორი, სადაც ყოველდღიურად ახალ ინფორმაციას ვიღებთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გქონდეს ახალი ინფორმაცია, განახლებული მონაცემები და მარტში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი პროექტი და ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ კიბერუსაფრთხოების ტრენინგ პროგრამა, შევქმნით ტრენინგ ცენტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და 100-მდე მსურველს უკვე მივეცით საშუალება, რომ გაევლო კიბერუსაფრთხოების საფუძვლების ტრენინგ კურსი, ეს არის პირველი კურსი, ხოლო ახლა გვაქვს გამოცხადებული 29 ოქტომბრამდე მსურველების მიღება მეორე და მესამე დონის ტრენინგებზე. ეს არის სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი. ეთიკური ჰაკერი ძალიან კარგი ტერმინი არის. როგორი არის მოთხოვნა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მახსოვს, როდესაც პირველად მქონდა შემხებლობა კომპიუტერთან, მაშინ იყო ძალიან აქტიური და მოთხოვნადი, ბევრმა ისწავლა, მაგის შემდეგ ცოტა მინელდა სავით, მაგრამ ალბათ პანდემიამ, დიჯიტალიზაციამ, კიდევ ბევრმა საკითხებმა უნდა გვიბიძგონ საიმისოდ, რომ ერთი ბიზნესი გადავიდეს და გაჩნდეს განსაკუთრებით მოთხოვნა კადრებში. როგორ უყურებენ ახლა დღეს კადრები, სტუდენტები, თუნდაც ამ მიმართულებას? მსურველების რაოდენობა ძალიან დიდია, რაც ჩვენთვის იყო საკმაოდ დიდი სურპრიზი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ კიბერუსაფრთხოება მაინც ახალი დარგია და რამდენად საზოგადოება ხვდება, რომ ამ სექტორში დასაქმება შეიძლება იყოს პერსპექტიული, არ გვეგონა. თუმცა 100 ადგილზე 400-მდე მსმენელი დარეგისტრირდა, მოთხოვნა გახდა დიდი. ჩვენ შევეცდებით, რომ თითქმის ყველა მსმენელს, ვინც დარეგისტრირდა, მივცეთ საშუალება განსაკუთრებით კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი გაიარონ. უკვე მეორე და მესამე დონე არის სპეციალისტებისთვის და პროფესიონალებისთვის. იქ უკვე კრიტერიუმებია, მოთხოვნებია და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ უკვე ჩვენ ჩავრიცხავთ მათ ტრენინგ პროგრამაზე. რაც ეხება უკვე დამსაქმებისგან მოთხოვნას, დამსაქმებლები უკვე აცნობიერებენ, რომ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი მნიშვნელოვანია მათთვის, მათი ბიზნესის განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებებს ეს პრობლემა არ გააჩნიათ და ისინი კარგად ხვდებიან, თუ რამდენ მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ყავდეთ დასაქმებული, მაგრამ აქ არის მთავარი გამოწვევა ის, რომ ძალიან ცოტა სპეციალისტია დღეს საქართველოში ამ დარგში. შესაბამისად, მოთხოვნა, მიწოდების პრობლემა გვაქვს, როგორც ბევრ სხვა დარგში, განსაკუთრებით STEM მიმართულებებში, საინჟინრო საინფორმაციულ ტექნოლოგიებში გვაქვს ეს გამოწვევა და იგივეა კიბერუსაფრთხოებაში. ასე რომ თუ თქვენ ხართ პროფესიონალი, რომელიც ახალ
ვთქვათ, გამოწვევებს ეძებთ, ახალ პროფესიას ეძებთ. კიბერუსაფრთხოება არის სწორედ ის პროფესია, სადაც მომავალში დასაქმების ძალიან სერიოზული პერსპექტივა არსებობს და ყველას, ვინც ჩვენ გვისმენს და ფიქრობს ახალ პროფესიაზე ან ახალი უნარების დაუფლებაზე, თავაზობთ, რომ ჩვენს ვებგვერდზე შევიდნენ, დარეგისტრირდნენ ამ მნიშვნელოვან ტრენინგ კურსზე და გაიარონ ეს საერთაშორისო ტრენინგ კურსი გახლავთ, რომელიც შემუშავებულია გერმანელი და ქართველი ექსპერტების მიერ. ნაწილობრივ ჰიბრიდულად მიმდინარეობს სწავლება, როგორც ჩვენთან კამპუსზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ასევე ონლაინ და წარმატებული კურსდამთავრებულები ჩვენგან მიიღებენ საერთაშორისო ვაუჩერს, რომლითაც ისინი შეძლებენ, რომ ისი კაუნსილის, ეს არის საბჭო, ერთ-ერთი წამყვანი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ისი კაუნსილის საერთაშორისო სერტიფიცირებაც მოიპოვონ. და რაც ნიშნავს ეს მათთვის პროფესიულად რო შევხედოთ, უფრო მეტ შესაძლებლობას დასაქმების კომპონენტების მიმართულებით, ანუ რა მიმართულებით შეუძლიათ მათ ყველაზე კარგად იმუშაონ, არა მხოლოდ ალბათ საქართველოშიც. ისი კაუნსილის სერტიფიცირებული სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს მსოფლიოს 145 ქვეყანაში, ანუ მათი სერტიფიკატი აღიარებული 145 ქვეყანაში, რაც იმას გულისხმობს, რომ შეიძლება საქართველოში ცხოვრობდე, მაგრამ ონლაინაც იმუშაო სხვადასხვა ქვეყნებში და იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. ფაქტობრივად ეს გიხსნით, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებს, რომ იყოთ საერთაშორისო სერტიფიცირებული სპეციალისტი ამ დარგის. მშვენიერ. აუცილებლად უნდა გამოვიყენო შესაძლებლობა და უფრო ბიზნეს მხარესაც ჩავეკითხოთ. რამდენად არის ბიზნესიდან მოთხოვნა, როგორ გარდაქმნა ჩვენ პანდემიამ, ომებმა, ანუ სხვადასხვა რისკმა, საიმისოდ რომ კიბერუსაფრთხოება ზოგადად დავიცვათ, კიბერჰიგიენა ვისწავლოთ. კერძო სექტორისგან, ინდუსტრიისგან, რა თქმა უნდა, მოთხოვნა არის. ჩვენ რამოდენიმე კომპანია დაგვიკავშირდა და გამოგვიგზავნა მათი თანამშრომლები, რომ გადავამზადოთ. თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ეს, რა თქმა უნდა, ხარჯებთან არის დაკავშირებული და ძალიან კარგი მიდგომაა, როდესაც მათ ყავთ, ასე ვთქვათ, ნახევარგანაკვეთზე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და ამ მხრივ ჩვენ გეგმავთ, რომ კერძო სექტორთან კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, აქტიურად ვითანამშრომლობთ. ჩვენ მომავალ წელს მოვაწყობთ დასაქმების და სტაჟირების ფორუმს, სადაც მოვიწვევთ კომპანიებს და მივცევთ საშუალებას, რომ გაიცნონ ჩვენს მიერ, ასე ვთქვათ, გაწვრთნილი და ტრენინგ-გავლილი სპეციალისტები, რომ მათ შეძლონ იპოვონ მათთვის საჭირო მომავალი თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცით, რომ კიბერშეტევების შედეგად შეიძლება ბიზნესმა უზარმაზარი რესურსი დაკარგოს, როგორც ფინანსური, ასევე სხვა და შესაბამისად ყველა ჩვენი, ვთქვათ, კომპანია, ყველა ჩვენი ორგანიზაცია, სადაც მუშაობთ, უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული. ეს არის ისეთი ხარჯი, რომელიც ნამდვილად ეფექტიანია და სადაც ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. კი ბატონო. და რა თქმა უნდა, ეს კურსი არ არის რაღაც ხანმოკლევადაზე გათვლილი, ჩვენ ვიცით, რომ ხანგრძლივ პერიოდშიც დაგვჭირდება ახალ-ახალი კადრები. როგორი არის თქვენი გეგმები ამ მიმართულებით? ჩვენ გეგმავთ, რომ პროექტის შემდგომაც, ანუ პროექტი გახლავთ 18 თვიანი და ეს გახლავთ თანადაფინანსებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. ჯამში ეს არის $9,000,000 ამერიკული დოლარის პროგრამა. ჩვენ გვეგმავთ, რა თქმა უნდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გააგრძელოს ეს ტრენინგ კურსი და იცით თქვენ, რომ ეს ახალი უნივერსიტეტი გახლავთ საქართველოში, 2020 წელს მივიღეთ პირველი სტუდენტები, უკვე ვართ რანჟირებით ნომერი პირველი უნივერსიტეტი საქართველოში და ჩვენი ამბიცია გახლავთ ის, რომ აქტუალური პროგრამები, ის პროგრამები, რაც საჭიროა დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, შევთავაზოთ საზოგადოებას და მივცეთ საშუალება, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლება უნარებს დაეუფლონ ჩვენი მსმენელები და ჩვენი სტუდენტები. მშვენიერი. და ბოლოს აუცილებლად უნდა ჩაგეკითხოთ კიდევ ერთი, რადგან დრო მაქვს. კიბერუსაფრთხოება მაინც მე ესე უყურებ, რომ სტარტაპ ეკოსისტემისთვის, ვისაც უნდა რომ ძალიან სწრაფად გაიზარდოს, აჩვენოს მასშტაბირება და ყველაზე მთავარი კომპონენტი არის, რომ დაცულები იყვნენ. ამ მიმართულებით როგორია თქვენი ხედვები, იმიტომ რომ ვიცი, რომ ჯიტასთან ერთად პარტნიორობასაც აკეთებთ. ზოგადად ეკოსისტემაში რა გინდათ რომ შექმნათ და გააკეთოთ? რა როლი უნდა ითამაშოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა?
დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეთ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უნივერსიტეტი, რომელმაც თავისი, ასე ვთქვათ, მოდელი აიღო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისგან და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ტუმი დღეს გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანტრეპრენორული უნივერსიტეტი. ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ვაფინანსებთ როგორც ჩვენი სტუდენტების სტარტაპ ინოვაციურ იდეებს, ასევე ვთავაზობთ აქსელერაციის სხვადასხვა პროგრამებს, თანამშრომლობთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ამ მიმართულებით ჯიტასთან და წელს მაგალითად ოქტომბერში 23-24 ოქტომბერს ვთავაზობთ საერთაშორისო ფორუმს, სადაც ჩამოყავს 10 სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტი ინოვაციებში, დიგიტალიზაციაში და ვსაუბრობთ თუ რა როლი უნდა შეასრულოს უნივერსიტეტმა დიგიტალიზაციის გაციფრულების აი ამ ახალ ერაში, ტექნოლოგიების ახალ ერაში, რაც დღეს დგას მსოფლიოში და სამყაროში. შესანიშნავი. ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხისთვის. მინდა წარმატებები გისურვოთ მთელ გუნდთან ერთად და მივადევნებთ აუცილებლად თვალს შეიძლება გესტუმროთ კიდეც, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს ეს საკითხი. სიამოვნებით იმას ვინწლებთ ჩვენს კამპუსზე. მადლობთ. ასეთი იყო დღევანდელი ბიზნეს პარტნიორი, მინდა ყველას პროდუქტიული დღე გისურვოთ.